დედა ანას განსაცდელში მყოფი ადამიანები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ხშირად აკითხავენ. დედაო თითქმის 30 წელია წყნეთში, დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში ყოველდღიურად უამრავი ადამიანის გასაჭირს ისმენს და მათზე ლოცულობს. ნინო პირველად დედა ანასთან ოჯახურმა პრობლემებმა მიიყვანა. მას შემდეგ თითქმის 15 წელი გავიდა დედაოსთან აღარ მისულა. ახლა მასთან დიდმა განსაცდელმა მიიყვანა. ის გვიყვება, რომ მას და მის მეუღლეს ექიმებმა სიმსივნე დაუდგინეს. ადრე დავდიოდი, როცა რაღაც პატარ-პატარა პრობლემები მქონდა და ეხლა მოვედი, იმიტომ რომ დამიდგინდა მარცხენა მკერდის სარძევე ჯერკლის სიმსივნე, ავსებიანი, მაგრამ მამოვიჭერე ოპერაცია წარმატებით გაკეთდა, არსად არაფერი არ მაქვს და ვიყიდე პროფილაქტიკურ ქიმიას. და მე მაგალითად ძალიან მჯერა და ჩემს მეუღლესაც აღმოაჩნდა 2 თვის მერე თავში სიმსივნე და რომ მოვედით, ეხლა ჩვენ პირველი დღე არა რაც დავდივართ და გითხრეს რომ არაფერი არა აქვს, დედაომ გითხრა და მინდა რომ აი მიხვდეს და აიჯეროს რომ მართლა საშიში არაფერი აქვს. იმიტომ რომ ზოგჯერ ადამიანს შიში უფრო ყავს ვიდრე ის რაც და შეიძლება არაფერიც არ იყოს. კითხვის ნიშნულქვეშ არის დიაგნოზი დასმული, სერიოზული ავტვსებიანი ტვინის სიმსივნე, მაგრამ ეს არის კითხვის ნიშნით. ბიოპსია არ ჩატარებულა, არ იციან რა ხდება სინამდვილეში ოპერაციის მერე გვეტყვენ ზუსტ პასუხს. ტაძარში თითქმის 6 საათიდან 2 საათამდე ხალხმრავლობაა და მომლოცველთა ნაკადი არ წყდება. დედა ანას ყოველდღიურად 400-მდე განსაცდელში მყოფი ადამიანი აკითხავს. მისი ლოცვის ძალით ათასობით ადამიანი იკურნება. მისი ლოცვით მომხდარ სასწაულებზე ბევრს ყვებიან. რამე ისე არ არის როგორც უნდა იყოს, ყოველთვის მოვდივარ ხოლმე და მლოცავს და ყოველთვის შემეწევა დედაოს ლოცვები. ძალიან ძლიერი ლოცვები აქვს. დედაო ჩვენ ტაძარში დადიოდა. ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გეზიარებოდა ხოლმე, როცა ეს წმინდა გიორგის ტაძარი არ იყო მაშინ. ლოცვებზე მოდიოდა ხოლმე. ერთი კვირა, რაც დავდივარ დედა ანასთან და ძალიან კმაყოფილი ვარ, ისეთ სასწაულებს ახდენს მართლა, აი ლოცვით იგებს ყველაფერს, რა უნდა გააკეთოს, სწორ გზაზე გაყენებს. და ძირითადად რას აკეთებს იცით, აი ბოროტს ებრძვის, ბოროტს დევნის ადამიანისგან. ჩემს შემთხვევაში ჩემი შვილის გამო მოვედი აქ, პრობლემები ჰქონდა და მისი ლოცვა კურთხევით შედარება არ არის ისე კარგად არის ბავშვი. რა უნდა შეასრულო, ლოცვები თავისთავად უნდა მაზიარებელი უნდა იყოს, ზიარება უნდა ქონდეს მიღებული, მორწმუნე უნდა იყოს და რწმენით თუ არ მოხვალ აქ, ხო, აზრი არ აქვს აქ მოსვლას. წყნეთისკენ მიმავალ გზაზე ეს ადგილი შეუმჩნეველი არავის დარჩება, რადგან აქ ხალხის ნაკადი დღის განმავლობაში თითქმის არასდროს წყდება.